გამოძიება, რომელიც მხოლოდ ფორმალურად დაიწყო საზოგადოების ნაწილს, მოლოდინი არ აქვს, რომ ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიაზე ვინმე დაისჯება. პოლიტიკოსების თქმით, დემოკრატიულ სახელმწიფოში ამგვარი ტრაგედიის შემდეგ თანამდებობებს პასუხისმგებელი პირები დატოვებდნენ. თორნიკე რიჟვაძე პოსტიდან წასვლას, როგორც ჩანს, არ აპირებს ის მხოლოდ სამძიმრის ტექსტით შემოიფარგლა. პასუხისმგებლობაზე კი არაფერი დაწერა. სწორედ რიჟვაძე იყო კობახიძესთან ერთად ის, ვინც რამდენიმე დღის წინ პომპეზური პრეზენტაცია გამართა ტრაგედიის ადგილას. მხოლოდ ღონისძიებაში 209,000 ლარი დაიხარჯა. დღეს კი შემთხვევის ადგილზე მისული ქართული ოცნების წარმომადგენლები ტრაგედიაზე კომენტირებისას პროპაგანდისტ უგზავნილებს იშველიებენ, რომ უმძიმესი ამბავი მოხდა, მაგრამ მშვიდობა მნიშვნელოვანია. თამარ თედიაშვილი გვერდდება ბათუმიდან, პირდაპირ ეთერში თამარ გისმენთ. გიორგი, პირველ რიგში სამძიმრის დავიწყებ ძალიან წუხვარ იმ ტრაგედიის გამო, რაც ბათუმში მოხდა. 2 არასრულწლოვანი დაიღუპა გუშინ გვიან ეგრეთ წოდებულ ოცნების ქალაქში და ძალიან რთულია ჩვენთვისაც ბუნებრივია ამ თემაზე მუშაობა, თუმცა იმ პირობებში, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ქალაქში არაერთი უბედური შემთხვევა მოხდა ხელისუფლების თუ სხვადასხვა სტრუქტურების უპასუხისმგებლობის გამო, ამ ფაქტს ვერსად გავექცევით და წინასწარი დაკვირვებით ბუნებრივია გამოძიება დაადგენს, თუ შეიძლება გქონდეს გამოძიების მიუკერძოებლობის ილუზია, გამოძიება ალბათ დაადგენს რა მოხდა, მაგრამ ფაქტია ის, რომ ტერიტორიაზე სადაც ეს ტრაგედია დატრიალდა, უსაფრთხოების ნორმები არ იყო დარღვეული და დიახ, თქვენ სწორად აღნიშნეთ, სწორედ ერთი კვირის წინ ირაკლი კობახიძემ და თორნიკე რიჟვაძემ ერთობლივად ჩააგდეს კაფსულა ახალი მეორე ეტაპის მშენებლობისთვის, რათა ოცნების ქალაქში მცხოვრებ ასობით ოჯახს ბინები აუშენდეთ. ეს პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია ამ ბინების მშენებლობის, ხოლო მეორე ეტაპი ახლა იწყება მიმდებარე ტერიტორიაზე, სამშენებლო მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე თხრილში, ჭაში დამრჩვალი 2 არასრულწლოვანი იპოვეს გუშინ და ქართულმა ოცნებამ გუშინვე დაიწყო პროპაგანდისტული გზავნილების მესიჯბოქსის შემუშავება. მისი მხარდამჭერები ამბობენ, რომ ამ ტრაგედიას რიგი პოლიტიკოსები თუ პოლიტიკოსთა ჯგუფები იყენებენ პოლიტიკური ქულების დასაწერად, მაშინ როცა ჩვენ გუშინ და დღეს პოლიტიკოსებისგან მსგავსი ოპოზიციონერებისგან მსგავსი განცხადებები არ მოგვისმენია, თუ ხელისუფლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება და უსაფრთხოების ნორმების დაცვის მოთხოვნა ითვლება პოლიტიკური ქულების დაწერად, ეს მაყურებელმა შეაფასოს. ჩვენ ჩავწერეთ გიორგი კირთაძე, ოპოზიციონერი დეპუტატი, რომელიც ამ ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე იყო წლები, ის ამბობს, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც ამ ქვეყანაში ვერ მიაღწია იმას, რომ არასრულწლოვნები ბავშვები არ იზრდებოდნენ სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში. ოცნების ქალაქში ზუსტად ასეთი გარემოა, ასობით ბავშვი ცხოვრობს სიცოცხლისთვის საშიშ ვითარებაში და ხელისუფლებას ოცნების ქალაქი ახსენდება არჩევნების წინ, მაშინ როცა მათი ხმები სჭირდებათ და ჩვენ არაერთი ამბავი გაგვიშუქებია ოცნების ქალაქიდან, როდესაც ისინი წლები ითხოვენ დახმარებას, თუმცა ქართულ ოცნებას ეს დასახლება და შეჭირვებული ადამიანები ახსენდება მხოლოდ არჩევნების წინ. ყველას პასუხისმგებლობა ამოდი პირდაპირ უნდა ვთქვათ ის, რომ ამ ვითარებაში, ამ მოცემულობაში იქ ბავშვები იბადებიან და შემდეგ ცხოვრობენ ბათუმში, აჭარაში, ამ ქვეყანაში საერთოდ ზოგადად, ეს ნიშნავს, რომ ყველა ჩვენთაგანმა რაღაცები სწორად ვერ გავაკეთეთ, რომ ამდენ წლიანი დამოუკიდებლობის მიუხედავად სიღარიბე ვერ დავამარცხეთ ამ ქვეყანაში, ისე რომ პატარა ბავშვებს არ უწევდეთ ასეთ ვითარებაში ცხოვრება, სადაც ყველა ფეხის ნაბიჯზე მათთვის შეიძლება ჯანმრთელობის ან სიცოცხლის დასასრული იყოს. ოღონდ ეს განცდა ჩემი აზრით საქართველოში უამრავ ადამიანს ჰქონდა და ყველა რაღაცა საკუთარ პასუხისმგებლობას გრძნობდა, ყველაზე ნაკლებად სამწუხაროდ ვინც გრძნობდა, ეს იყო ამ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელთა პირდაპირ მოვალეობაც არის იმ კანონმდებლობის მინიმალური დაცვა მაინც, რომელიც გულისხმობს იმას, რომ უსაფრთხოების ელემენტარული სტანდარტი იყოს დაცული. ცალკე ტრაგედია არის ჩვენი ქვეყნის, როცა ხელისუფლება ცდილობს მხოლოდ წინასაარჩევნო ან კრიზისის დროს გაახსენდეს განსაკუთრებით ეს ხალხი და იქ რაღაცა ტიპის აქტივობები დაგეგმოს. 12 წელია, უკვე 13 წელია ეს დასახლება არსებობს ბათუმში და ამ დასახლებაში წლის, რა ვიცი, ნებისმიერ დროსა თუ თვეს გაუსაძლისი პირობებია და ასობით ბავშვი ცხოვრობს ამ გაუსაძლეს პირობებში, ძალიან კარგად იცოდა ყველა. იცოდა საზოგადოებამ და რა თქმა უნდა ძალიან კარგად იცოდა ხელისუფლებამაც.
ვაჟადარჩი ახლა ჩვენთან ერთად ბათუმის საკრებულოს წევრი ლელოდან, ის მეოთხე წელია საკრებულოს წევრია და ყოველ ჯერზე საუბრობს ყველა საკრებულოს ხდომაზე, ფაქტობრივად საუბრობს იმაზე, რომ ქალაქში არ არის უსაფრთხოების ნორმები მშენებლობებსა თუ სხვადასხვა მიმართულებით დაცული. ვაჟა, ქართული ძალიან რთულია ახლა ამ ვითარებაში ამ ყველაფერზე საუბარი, თუმცა მნიშვნელოვანია ვისაუბროთ თუნდაც იმიტომ, რომ კიდევ არ განმეორდეს ასეთი ტრაგედიები. ქართულ ოცნებას პირდაპირ გამზადებული მესიჯბოქსი ქონდა ჯერ კიდევ გუშინ, რომ ვიღაცები იყენებენ პოლიტიკური ქულების დასაწერად მსგავს ტრაგედიებს. არის თუ არა დაცული ამ ქალაქში, ამ ქვეყანაში უსაფრთხოების ნორმები, რაზეც ძალიან ხშირად საუბრობთ, თუნდაც გუშინდელ მაგალითზე რომ ვთქვათ, იცდილობენ რომ პასუხისმგებლობა აირიდონ, გამოძიებას მივანდოთ, ასე ამბობენ, თუმცა ჩვენ არაერთი შემთხვევა გვახსოვს, როდესაც უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო ტრაგედიები ხდება ამ ქვეყანაში. არის თუ არა ხელისუფლების პასუხისმგებლობა იმ ვითარებაში, რაც თუნდაც გუშინ და ბოლო პერიოდის განმავლობაში ხშირად ხდება ჩვენს ქვეყანაში. მოგესალმებით, პირველ რიგში ცხადია დავიწყებ სამძიმრით, სამძიმარს უცხადებ ოჯახებს, გარდაცვლილთა ოჯახებს, ბათუმს და სრულიად საქართველოს ეს არის ძალიან ძიმე ტრაგედია და სამწუხაროდ ჩვენი ქვეყანა და განსაკუთრებით ბათუმი იქცა ტრაგედიების ქალაქად ბოლო წლებში და სამწუხაროდ რთულია ეხლა ჩვენ საუბრობდეთ იმაზე, რომ თითქოს პოლიტიკურ პირებს რაღაცა ნაბიჯები ქონდეთ ისეთი გადადგმული, რომ ამას სიკვდილიანობა უნდა მოიტანოს, თუმცა გვიწევს ჩვენ საუბარი ამაზე, რომ ტრაგედიები ხდება არასწორი პოლიტიკის გამო. პირველ რიგში ეს ეხება რა თქმა უნდა უსაფრთხოების ნაწილს, იმ მშენებლობებს, იმ პრობლემებს, რაც მათ შორის ბათუმში არის, გვახსოვს, სადაც სახლი ჩამოინგრა და მუშები ემსხვერპლენ ამ ამბავს. ეხლა ვხედავთ, რომ ორი ბავშვი დაიღუპა, ანგელოზი დაიღუპა ამ ქალაქში და ვხედავთ, რომ რაღაცა პასუხისმგებლობის აღებასაც გაურბის ჩვენი ხელისუფლება. პოლიტიკოსის მთავარი ტვირთი მოქალაქისგან განსხვავებით არის ის, რომ პროცესებზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და ზუსტად ამ პასუხისმგებლობას გაურბის ქართული ოცნება. ეს არის ოქსიმორონია პოლიტიკოსი გაურბოდეს პასუხისმგებლობებს და ჩვენ ეხლა ვსაუბრობთ ქალაქში, სადაც პლაკატების დაკვრაზე გვეუბნებიან, რომ ჩვენ იერსახეს ვამახინჯებთ და რაღაცა არასწორად მოქმედებ და მუნიციპალური სამსახური პლაკატებზე კი არ უნდა დაგვზრდეს, უნდა ამბობდეს იმას, რომ ტერიტორია, რომელიც არის ეკონომიკის სამინისტროს საკუთრება, აქ მოხდა გუშინ დადგა უბედური შემთხვევა იყო თუ რაც იყო ორი ანგელოზი ემსხვერპლა ამ ამბავს და ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს სახელმწიფო. წარმოიდგინეთ შემთხვევა, რომ ეს ყველაფერი მომხდარიყო კერძო ტერიტორიაზე, რა იქნებოდა, ხო? ამ შემთხვევაში ამ ტერიტორიის მფლობელი არის სახელმწიფო, ეკონომიკის სამინისტრო და ყველა პრობლემა იქ რაც არსებობს არის სახელმწიფოს მოსაგვარებელი. სამშენებლო სივრცე არ იყო, მოედანი არ იყო, არა, იქ არის პრობლემა. ეხლაც რომ მიხვიდეთ, იქ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რამდენად უსაფრთხოების პრობლემები არსებობს. განსაკუთრებით იმ ფონზე რომ წინა საარჩევნოთ ქართული ოცნება ამ უბანს იყენებს ძალიან მარტივად, ამ უბნის ხარჯზე მოიგო მათ შორის თვითმმართველობის არჩევნები 2021 წელს, როცა რამდენიმე ასეული ადამიანი გადმოწერეს და ამ ოცნების ქალაქში ჩაწერეს და ამის შემდეგ უკვე მაჟორიტარული არჩევნებით მოიგეს. მერე გვახსოვს ეხა 210,000 ლარი დახარჯეს, რაღაცა პომპეზურად გახსნეს ღონისძიება და თითქოს ხალხი მოიმადლიერეს და 8 დღის შემდეგ ესეთი უბედური შემთხვევა ხდება ქალაქში და პასუხისმგებლობებს გაურბიან და გუშინ ჯაბა ფუტკარაძე ძალიან ნამუსოთ მივიდა და მშვიდობით უნდა ვიყოთ. ბატონჯაბა ვერ იქნება მშვიდობა ქალაქში, სადაც ორი მცირეწლოვანი ბავშვი იღუპება და ჩვენს ქვეყანაში ეს ახალი ამბავი სამწუხაროდ არ არის. ამიტომ მოუწოდებ შესაბამის სამსახურებს, მოუწოდებ ბატონ არჩილ კონცელიძეს, არჩილ ჩიკოვანს, ვისაც ევალებათ, რომ ეს უსაფრთხოება ქალაქში აკონტროლონ, ეს გააკეთონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში მშვიდობა ვერ იქნება, იმიტომ რომ ამ ყველაფერს შეეწირებიან ბავშვები და მინდა კიდე ერთხელ წარმოვადგენინონ მათ სურათი, წარმოიდგინონ იმ მშობლების ადგილას თავი, ვისაც დღეს უკვე ორი ანგელოზი აღარ ყავს. ამიტომ გთხოვთ გაიაზროთ ეს მოცემულობა და ქალაქში ემსახუროთ მოქალაქეებს და არ იყოთ რაღაცა კერძო ინტერესებზე მორგებული, კორუფციულ ინტერესებზე მორგებული არ იყოს ეს ქალაქი. მადლობა ვაჟადარჩიას უსმენდით, ბათუმის საკრებულოს დეპუტატს. კიდევ ერთხელ ვეტყვი ხელისუფლებას ნაცვლად იმისა, რომ პოლიტიკოსებზე, ოპოზიციურ პარტიებზე გადაიტანონ ისრები, ეს ადამიანები ამბობენ უბრალოდ იმას, რომ ხელისუფლებამ ჯანსაღ ვითარებაში ამ ყველაფერზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, თუმცა
ჩვენ ვნახეთ, რომ არავინ ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობის აღებას არ აპირებს და პირიქით ისინი ცდილობენ, რომ საზოგადოება დაუპირისპირონ ერთმანეთს. კიდევ ერთხელ ვეტყვი ჩვენს მაყურებელს, რომ ძალიან სამწუხარო შემაძრწუნებელი ტრაგედია მოხდა გუშინღამით ბათუმში. 2 მცირეწლოვანი ბავშვი შემოუღობა დაუცველ სამშენებლო ტერიტორიაზე ჭაში ჩავარდნილი იპოვეს და ისინი სამწუხაროდ ვერ გადაარჩინეს. ეს თამარ თედიაშვილი